უპატივცემულობა იწყება პატარა რაღაცებით. ხუმრობა, რომელიც ზედმეტად მწარეა. მესიჯი, რომელიც დღეების განმავლობაში დასინულია. გადაწყვეტილება, რომელიც შენთან შეთანხმების გარეშე მიიღეს. შენ ამას ჯერ მუცელში გრძნობ. ცივი, ჩამთრევი სიმძიმე, მაგრამ კლაპავ მას. იღიმი. შენს თავს ეუბნები, რომ მასზე მაღლად გახარ, რომ ყურადღება არ უნდა მიაქციო. თავს აჯერებ, რომ ამას მნიშვნელობა არ აქვს. მაგრამ აქვს მნიშვნელობა. იმიტომ, რომ უპატივცემულობა მოვლენა არ არის. ეს პროცესია, ერთგვარი ტესტია. და ყოველ ჯერზე, როცა ჩუმად რჩები, ყოველ ჯერზე, როცა ამას სიცილში ატარებ, კარგი ადამიანი კი არ ხარ, შენ კონტრაქტს აწერ ხელს. ეუბნები სამყაროს, რომ შენი ღირსება ვაჭრობის საგანია, რომ შენი ფასი იაფია, რომ შენზე ფეხების შეწმენდა ყოველგვარი შედეგების გარეშე შეიძლება. იმ წამს, როცა სუსტად აღგიქვამენ, შენ უკვე დაპყრობილი ხარ. მე არ წერ ამ ვიდეოს იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურს რომ სხვებს მოსწონდეთ, არამედ მათთვის, ვისაც სურს რომ გადარჩეს. თუ დაიღალე იმ ადამიანად ყოფნით, რომელიც იმაზე მეც გასცემს, ვიდრე იღებს, თუ დაიღალე ხალხით სავსე ოთახში უჩინარ ადამიანად ყოფნით, მომისმინე ყურადღებით. ჩვენ ახლა შენს პიროვნებას ქირურგიულ ოპერაციას ჩაუტარებთ. ჩვენ მოვკლავთ შენს იმ ნაწილს, რომელიც აღიალებას მათხოვრობს და დავბადებთ რაღაც სხვას, რაღაც საშიშს. მაგრამ ჯერ უნდა უპასუხოთ კითხვას, რომელიც შუაღამისას მოსვენებას არ გაძლევს. კითხვას, რომლის დასმისაც გეშინია, რადგან პასუხი უკვე იცი. რატომ აკეთებენ ამას? და რაც მთავარია, შენ რატომ აძლევ ამის უფლებას? არსებობს ფსიქოლოგიური ჩამრთველი, რომელსაც შენ ყოველდღე აჯერ თითს და რომლითაც იცრევ მათ, რომ ასე მოგექცნენ. შენ ამას აკეთებ ზუსტად ახლა. აკეთებ ამას შენი პოზით, შენი ბოდიშებით და შენი მუდმივი ხელმისაწვდომობით. ჩვენ უნდა ვიპოვოთ ეს ჩამრთველი და უნდა დავამტვრიოთ ის. უპატივცემულობა იშვიათად არის ყვირილი, ის ჩურჩულია. ის იწყება პატარა ტესტით. ადამიანები ეფექტური მტაცებლები არიან. ჩვენ მუდმივად ვასკანელებთ ჩვენს გარემოს იერარქიის მოსაძებნად. ვინ არის ჩემზე მაღლა, ვინ არის ჩემზე დაბლა, ვისი გამოყენება შემიძლია, ვისი უნდა მეშინოდეს. როცა ვინმე ხვდება, იქნება ეს პირველი პაემანი, ახალი მენეჯერი თუ ძველი მეგობარი. ის ქვეცნობიერად ამოწმეთ შენი ტერიტორიის საზღვრებს. ისინი ჰობეს აწვევიან. ისინი გესვრიან პატარა, ჯიგრულ, მაგრამ დამცინავ ხუმრობას. მოდიან შეხვედრაზე 10 თუთის დაგვიანებით ისე რომ არ გირეკავენ. გაწყვეტინებენ საუბარს, რომ თავიანთი ამბავი მოყნენ. ისინი გაგვირდებიან. თუ ჰობე უძლებს, თუ შენ მათ ასწორებ მზერით, სიჩუმით ან მყარი საზღვრით, ისინი უკან იხევენ და შენ პატივისცემის კატეგორიაში გაჯგუფებენ. მაგრამ თუ ჰობე გადაიწევა, თუ ნერვიულად გაიღიმებ, თუ ეთქვი არა უშავს, არ იდარდო, შენ მათ ახლახანში შემოჯრის უფლება მიეცი. ადამიანებს ამოძრავებთ ორი მთავარი იმპულსი, სიყვარული ან შიში. თანამედროვე სამყაროში ჩვენ არ გვჭირდება, რომ ადამიანებს საკუთარი სიცოცხლის გამო ეშინოდეთ. ჩვენ გვჭირდება, რომ მათ ეშინოდეთ ჩვენთან წვდომის დაკარგვის. როცა პატარა უპატივცემულობას ითმენ, შენ მათ წურთნი. შენ ხარ საკუთარი დამცირების არქიტექტორი. ასწავლი მათ, რომ შენი დრო იაფია, შენი გზნობები უმნიშვნელოა და შენი საზღვრები უბრალოდ რეკომენდაციებია. თუ ეს სიტყვები ახლა შენს გონებაში რაღაცას ამსხროს, გაიაზრე ერთი რამ. ძალაუფლება გაცვლას ეფუძნება. მე არ ვმალავ ფსიქოლოგიური იარაღებს ფასიანი კედლების მიღმა, მაგრამ მუდმივად უფასოს ძიება პასიური პაიგის მენტალიტეტია. თუ გინდა იყო ელიტური ალიანსის ნაწილი და საკუთარი ნებით დაუჯირო მხარ იმას, რაც გაძლიერებს, პატრიონის ლინკი აღწერაშია. დაფიქრდი ბოლო შემთხვევაზე, როცა თავი პატარა ადამიანად იგრძენი. შესაძლოა ეს შეხვედრაზე იყო. შენ საუბრობდი და ვიღაცამ შენი ხმის გადაფარვას სცადა. რა გააკეთე? გაჩერდი? ბოდიში მოიხადე? დაელოდე მის დასრულებას? იმ მომენტში შენ მორჩილების სიგნალი გაუშვი. სიგნალი, რომ მათი ხმა შენსაზე მნიშვნელოვანი იყო. და ყველაზე ცუდი, შენ ეს იგრძენი. იგრძენი საკუთარი თავის ღალატი. ის ჩამთრევი გზნობა მუცელში მხოლოდ უხერხულობა არ არის. ეს შენი სულია, რომელიც გიყვირის მისი მიტოვების გამო. უპატივცემულობა იკვებება შენს ღირსებასა და შენს შიშს შორის არსებული სივრცით. გეშინია კონფლიქტის. გეშინია, რომ რთულ ადამიანად აღგიქვამენ. გეშინია, რომ თუ საკუთარ თავს გაიცავ, გაგრიყავენ. ამიტომ ირჩე უპატივცემულობის ნელ საწამლავს კონფრონტაციის მწვავე ტკივილის ნაცვლად. გახსოვდეს, ომის თავიდან აცილება შეუძლებელია. ის შეიძლება მხოლოდ გადაიდოს სხვების სასარგებლოდ. როცა დღეს საზღვის დაწესების კონფლიქტს გაურბიხარ,
შენ გარანტიას აძლევს საკუთარ თავს, რომ ხვალ შენისთვის შეფასების წინააღმდეგ ომი დაიწყება და ამ ომში შენ მარტო იბრძვი. მაშ, რა უნდა გააკეთო? სტანდარტული რჩევა სუსტია. უთხარი მათ რას გრძნობ, გამოიყენე მე ფორმულირებები. არა. როცა საქმე გაქვს ადამიანთან, რომელიც პატივს არ გცემს, შენ საქმე გაქვს ძალაუფლების დინამიკასთან და არა თერაპიის სესიასთან. თუ უხსნი შენს გრძნობებს მას, ვინც პატივს არ გცემს, შენ მას საბრძოლო მასალას აწვდი. შენ მას შენს სუსტ წერტილს აჩვენებ. წარმოიდგინე, რომ ბურთს კედელს ესვრი. ის უკან ბრუნდება. იჭერ. ისევ ესვრი. ეს თამაშია. შენ ჩართული ხარ. ეხლა წარმოიდგინე, რომ ამ ბურთს შავ უფსკრულში ისვრი. ის უკან არ ბრუნდება. არანაირ ხმას არ გამოსცემს. უბრალოდ ქრება. ისვრი კიდევ ერთ ბურთს? არა. შენ უკან იხევ. შეშფოთებული ხარ. არ ხარ დარწმუნებული რა არის იმ სიბნელეში. ეს არის არარეაგირების, ანუ non-reaction ძალა. როცა ვინმე შეურაცხყოფას გაყენებს, ის კონკრეტულ სცენარს ელოდება. ელოდება, რომ გაბრაზდები, რაც დაამტკიცებს, რომ ის შენს ემოციებს აკონტროლებს. ან ელოდება, რომ უკან დაიხევ, რაც დაამტკიცებს, რომ ის შენს სივრცეს ფლობს. როცა არც ერთს არ აკეთებ, შენ სცენარს ამსხვრევ. უყურებ მას. ინარჩუნებ თვალით კონტაქტს. არ იღიმი, არ იღუშები. უბრალოდ აგვირდები. აძლევ უფლებას, რომ მათი სიტყვები ჰაერში დაიკიდოს. აძლევ უფლებას სიჩუმეს, გაიძელოს მანამ, სანამ არაკომფორტული არ გახდება. არა შენთვის, არამედ მათთვის. სიჩუმე სარკეა. ამ სიჩუმეში მათი შეურაცხყოფა მათზევე აირეკლება. მათ ესმით სიცრულმანე საკუთარ ხმაში. ხედავენ საკუთარი ქცევის სიმწიფის ნაკლებობას. შენ დაინახავ, როგორ დაიწყებენ ცქმუთვას. გეტყვიან, უბრალოდ ვიხუმრე, ან რა სერიოზული ხარ. ისინი ფარტყალებენ. ცდილობენ ბურთი უკან დაიბრუნონ, მაგრამ შენ მას არ აძლევ. შენ შეხვედი იმ მდგომარეობაში, რასაც მაკიაველი მთავრის პოზიციას უწოდებდა. მთავარი ტალახში, წვრილმან შეტაკებებში არ ერთვება. მთავარი აივნიდან აკვირდება. ეს არ არის პასიურობა, ეს არის სტრატეგია. ენერგია ვალუტაა, ყურადღება ვალუტაა. რატო უნდა გადაუხადო მას, ვინც ახლა შენი გაძარცვას სცადა? როცა შენს რეაქციას აკავებ, შენს სიგნალს აძლევ, რომ მათი აზრი შენზე არ არის საკმარისად წონადი იმისთვის, რომ შენზე იმოქმედოს. შენ მიუთითებ, რომ უფრო მაღლად გახარ, ვიდრე მათი ვალიდაცია. ეს არის პირველი ნაბიჯი ხელშეუხებლობისკენ. შენ წვეთ მხეცის კვებას. უპატივცემულობა ხშირად არის ჩვეულებრივ საუბარში შენიღბული ხაფანგი. მანიპულატორის ნეგი, ლათინურად negging, ანუ შენიღბული შეურაცხყოფა. ეს არის ორაზროვანი კომპლიმენტი. რა კარგად გამოიყურები, გახტი? ან შენაირი ადამიანისთვის მართლა საგმაო ჭკვიანი ხარ. თუ სატყვარას გადაღლაბავ, თუ ეტყვი მადლობა, ან თავის მართლებას დაიწყებ, ხაფანგი იხურება. ჭკვიანი სიტყვების მიღმა არსებულ განზრახვას ხედავს. შენ უნდა განავითარო ცივი ემპათია. ცხელი ემპათია არის იმის განცდა, რასაც ისინი გრძნობენ. ეს არის ემოციაში აყოლა. ცივი ემპათია კლინიკურია. ეს არის ქირურგი, რომელიც სიმსივნეს უყურებს. შენ გესმის, რატომ აკეთებენ ამას, მაგრამ ეს არ გაინფიცირებს. რატომ ცდილობს ეს ადამიანი ჩემი სტატუსის დაწევას? როგორც წესი, იმიტომ, რომ გრძნობენ, მათი საკუთარი სტატუსია საფრთხეში. თავდადიარებულ ადამიანს სხვისი დაკნინება არ სჭირდება, მხოლოდ მკრიფე ადამიანებს სჭირდებათ სხვის ყელზე დგომა, რომ თავი მაღლად იგრძნონ. როცა უპატივცემულობას ხედავ ისეთად, როგორიც არის, მათი სისუსტის სიმპტომად და არა შენი ღირებულების ანარეკლად, ის კარგავს თავის შხამს. ის ხდება პათეტიკური. წვეთ ფიქრს, რა მჭირს მე, და იწყებ ფიქრს, რა არის მოუგვარებელი მათში. ეს პერსპექტივის ცვლილება ყველაფერია. ის ხსნის მსხვერპლის როლიდან და გაყენებს ანალიტიკოსის როლში. გახსოვდეს, რომ ყველა ბრძოლას ვერ მოიგებ. თუ ყველა ძაღლს შეუყებ, რომელიც დაგირებს, ხმას დაკარგავ. უნდა ერჩიო სად ჩაერთო. ზოგჯერ ყველაზე სასტიკი სვლა მათთან დათანხმებაა. ამ ტექნიკას ნისლის ტექნიკა, ანუ fogging ქვია. ისინი გეუბნებიან, ისეთი ზარმაცი ხარ. შენ პასუხობ, ვიცი, ეს ფუფუნებაა. ისინი გეუბნებიან, უცნაური ხარ. შენ პასუხობ, აბსოლუტურად. ხდები ნისლივით. თუ ქვას კლდეს ესვრი, ის ჩამოტეხავს მას. თუ ქვას ნისლს ესვრი, ის პირდაპირ გაივლის. შენ არ სთავაზობ წინააღმდეგობას. არ აძლევ მათ არაფერს, რასაც შეიძლება მიაწვნენ. შეურაცხყოფაზე დათანხმებით, ანუ უпростоრად შეურაცხყოფაზე უარის თქმით, შენ მათ სრულად განაიარაღებ. იღებ იარაღს მათი ხელიდან და აგდებ იატაკზე. ეს მათ აბნევს, ეს ამსხვრევს მათ ჩარჩოს. მათ ჩხუბი უნდათ.
შენ არ აძლევ არაფერს და ამ არაფერში შენ იგებ. სანამ ყველაზე ბნელ ნაწილზე გადავალთ, გაიხსენე. პატრიონი არ არის ფარული ვიდეოების საცავი. მე მასალებს საჯაროდ დებ, მაგრამ იქ ყოფნა ნიშნავს, რომ შენ პასიური მაყურებლიდან გადადიხარ იმ ადამიანთა კატეგორიაში, რომელიც აფასებს საკუთარ გონებას და აფინანსებს თავის ახალ იდენტობას. ლინკი აღწერაშია. გავაგრძელოთ. ზოგჯერ სიჩუმე არ არის საკმარისი. ზოგჯერ მგელი კართანაა და საკეთით ხდება. არის მომენტები, როცა კბილები უნდა აჩვენო. არ აუცილებლად საკბენად, არამედ იმის შესახსენებლად, რომ ეს შეგიძლია. აქ მაცხდება ადამიანების უმეტესობა. მათ ერევათ აგრესია ძალაში. ისინი ყვირიან, იმუქრებიან, დგამენ სცენებს. ეს ძალა არ არის, ეს ტანტრუმია. ნამდვილი აგრესია კონტროლირებადია, ის ზუსტია, ის ქირურგიული დარტყმაა. როცა საზღვარი მრავალჯერ ირღვევა, სიჩუმე აღარ არის ვარიანტი. ეხლა უნდა დააყენო შედეგი და შედეგი უნდა იყოს ქმედება და არა სიტყვები. შენ არ ამბობ, თუ კიდევ ერთხელ იზამ ამას წავალ. უბრალოდ მიდიხარ. არ ამბობ, ნუ მაწყვეტინებ. შენ სრულად წყვეტ საუბარს, უყურებ მათ, ელოდები სანამ დაასრულებენ და მერე შენს ყურადღებას სხვაზე გადაიტან. ჭრი მათ საუბრიდან, იღებ შენს ყურადღებას, იღებ შენს ფიზიკურ ყოფნას. მაკიაველი წერდა, ადამიანებს ან კარგად უნდა მოექცე, ან უნდა გაანადგურო. თანამედროვე კონტექსტში განადგურება ნიშნავს, რომ ისინი კარგავენ ცდომას შენი დროის პრივილეგიაზე. თუ გყავს მეგობარი, რომელიც გამუდმებით გაგდებს, შენ არ წერ გრძელ პარაგრაფს იმაზე, თუ როგორ გტკენს ეს გულს. შენ წყვეთ მის დაპატიჟებას. როცა საბოლოოდ თვითონ გამოჩნდება, შენ დაკავებული ხარ. ალბათ კი არა, რეალურად ხარ დაკავებული, ისეთი ცხოვრების შენებით, რომელიც მათზე არ არის დამოკიდებული. შენ ფაქტობრივად კლავ ურთიერთობის იმ ვერსიას, სადაც მათ აქვთ უფლება პატივი არ ქცენ. ეს მტკივნეულია. მოითხოვს შენგან მზადყოფნას, დაკარგო ადამიანები და სწორედ ამიტომ ხართ ამდენი თქვენგანი გაჭედილი. თქვენ არ ხართ მზად წასასვლელად. თქვენ ეჭიდებით ურთიერთობის ნამსხვრევებს, რადგან გაშინებთ სიცარიელე. მაგრამ ერთი რამ უნდა გაიგო. ტერორისტთან პატივისცემაზე ვერ ივაჯრებ. და ნებისმიერი ადამიანი, ვისაც შენი თვითშეფასება მძევლად ყავს აყვანილი, არის შენი სულის ტერორისტი. თუ მზად არ ხარ წასასვლელად, შენ არ გაქვს არანაირი ბერკეთი. ჩვენ განვიხილეთ, როგორ გაუმგლავდეთ გარე სამყაროს, მაგრამ გარე სამყარო მხოლოდ შინაგანი სამყაროს ანარეკლია. სასტიკი სიმართლე არის ის, რომ შენ პატივს არ გცემენ იმიტომ, რომ რაღაც დონეზე გჯერა, რომ ამას იმსახურებ. შენ გაქვს უპატივცემულობის საბაზისო ხაზი. ეს არის თერმოსტატი შენს ქვეცნობიერში. თუ შენ გაიზარდე ქაოტურ გარემოში, ან გაქვს ტრაუმის ისტორია, შენი თერმოსტატი ტოლერანტობაზეა დაყენებული. შენთვის კომფორტულია ძალადობის გარკვეული დონე. ეს ნაცნობია, ის სახს გავს. როცა ვიღაც კარგად გექცევა, შენ ეჭუდები, იწყებ მის საბოტაჟს. როცა ვიღაც ცუდად გექცევა, იხრები მისკენ, ცდილობ მის გამოსწორებას. შენ უნდა დაარესეთო თერმოსტატი. უნდა ააშენო ის, რასაც სტოიკოსები შინაგან ციტადელს უწოდებდნენ. ციხესიმაგრეს შენს გონებაში, სადაც ვერავინ შემოვა შენი ნებართვის გარეშე. ეს იწყება იმით, თუ როგორ ელაპარაკები საკუთარ თავს. თუ პატივს არ სცემ შენს თავს, თუ არ გვევ საკუთარ თავს მიცემულ პირობებს, თუ იგვებები ნაგვით, თუ ემორჩილები პროკრასტინაციას, თუ სარკეში იყურები და შეურაცხყოფაზე ფიქრობ, რატო უნდა ელოდო, რომ სხვა ვინმე განსხვავებულად მოგექცევა? შენ ტრანსლირებ შენს თვითშეფასებას სიხშირეზე, რომლის გაგონებაც ყველას შეუძლია. უპატივცემულობის მოსაკლავად, პირველ რიგში უნდა მოკლა საკუთარი თავის სუსტი ვერსია. ის ვერსია, რომელსაც ვალიდაცია ნარკოტიკივით სჭირდება. შეწყვიტე ადამიანებისთვის იმის კითხვა, თუ რას ფიქრობენ. შეწყვიტე კომპლიმენტებზე თევზაობა. შეწყვიტე ბოდიშის მოხდა სივრცის დაკავების გამო. დაიწყე საკუთარი თავისთვის მიცემული პირობების შესრულება. თუ თქვი, რომ მარჯიშობ, მიდიხარ. თუ თქვი, რომ მუშაობ, მუშაობ. ყოველ ჯერზე, როცა საკუთარ თავს პირობას უსრულებ, შენ დებ აგურს შინაგან ციტადელში. აშენებ საკუთარი თავის ნდობას. და როცა ენდობი საკუთარ თავს, როცა პატივს სცემ საკუთარ თავს, სხვების უპატივცემულობა გეზიზრება. ის აღარ არის ნაცნობი, ის დარღვევას გავს. და შენ მას მკისიერად, რეფლექსურად იშორებ, ისე როგორც ცხელ ღუმელზე ხელის შეხებისას. ეხლა კი მოისმინე ჩემი რჩევა მომდევნო 7 დღისთვის. დააგვერდი. იყავი მელა. შეამჩნია ყოველ ჯერზე, როცა ვინმე ზღვარს კვეთს. შეამჩნია ყოველ ჯერზე, როცა გიჩნდება სურვილი მოიხადო ბოდიში, მაშინოც არაფერი დაგიშავებია. შეამჩნია ყოველ ჯერზე, როცა პატარავდები. ნუ განსჯი, უბრალოდ დაინახე.
და შემდეგ აერჩიე ერთი პატარა ბრძოლა. ერთი მომენტი, სადაც ჩვეულებრივ დათმობდი და დაიჭირე. დაიჭირე სიჩუმე, დაიჭირე მზერა, დაიჭირე საზღვარი. უყურე რა მოხდება. უყურე შოკს მათ თვალებში. უყურე ენერგიის ცვლილებას და იგრძენი ძალაუფლების ტალღა, რომელიც შენს სხეულში ბრუნდება. ის იწყება ერთი მომენტით, ერთი არჩევანით, უარის თქმის ერთი აქტით. მაკიაველი წერდა: ყველა ხედავს იმას, როგორად ჩანხარ შენ. ცოტა თუ განიცდის იმას, თუ ვინ ხარ სინამდვილეში. აჩვენე მათ, ვინ ხარ სინამდვილეში. არა ხმის აწევით, არამედ იმით, რომ უარს ამბობ შეგარგიონ. თუ შენ მზად ხარ, რომ ეს ტრანსფორმაცია ბოლომდე მიიყვანო, გამოიწერე ფიორი. და თუ შენი მიზანია დატოვო პასიური მომხმარებლების არმია და აიღო პასუხისგებლობა შენს გონებაზე, გახდი ალიანსის წევრი Patreon-ზე. ეს არ არის უბრალოდ მხარდაჭერა, ეს შენი პირველი სვლაა ახალი იდენტობისკენ. ლინკი აღწერაში და დაპირულ კომენტარშია. ნუ დაემსგავსები უმეტესობას, ვინც ახლა უბრალოდ გათიშავს ვიდეოს და ხვალ ისევ სხერბლი იქნება. შეგვხვდებით ჭრილში.